როგორ გონია? წერა ადვილია ამხანაგურ გენერალს. ცით პუშკინი მოკლეს. ლერმონტოვიც მოკლეს. მაიაკოვსკიმ თავი მოიგლა. ჭავჭავაძეც მოკლეს. გოგოლი გაგიჟდა. ყაზბეგიც გაგიჟდა. არსაკიდეს ხელი მოშრეს. რუსთაველი პალესტინა. გალაქტიონი მესამე სართულიდან გადმოვა. პოლკი მოკდა ბლინების ჭა. თქვენ მაქსიაში მაინც ვერ მოხდები. მოიცათ მეგობარო. ასე არ შეიძლება. გაუში, არ გაიგეთ საქმე ჭკუის სწავლები. აქვს უფრა, დაგულოცეთ ორი სიტყვა გითხარით და მე არავინ არ დაგიჭერთ. კარგი. ეს რა არის ჯაყო ლექსია? დედა. წერილი მივიღე. დედ ლაქებია რა გადირებს. ომში ხო არა. სურათს გიგზავნი. ორნი ვარ. შავი ჯაყელია მეორეს ალბათ მივხვდები. ჯაყელს დედა არ აყავს. სულ იმას მეკითხება დედაშენს როგორი თვალები აქვს. რომ უკვე ბიფიცებს დედაშენსაც ეგეთი თვალები ჰქონდა. ალბათ არ ტყუის. დედა სიფიცებს. თუ ქართველი დედა სიფიცებს, ეს ხაძე დაფიცებას უთრის. კიდევ მეც. სასაცილო ხალხია ქართველები. საქართველოზე სადღიგდეოს რომ ამბობენ, ზოგჯერ ტირიან კიდეც. წინ ამანათი მიდევს. ურშენი ბეღლის სუნი აქვს. მურაბა შენი ბაღის სუნი. ამანა ჩვენი სახლის სუნი. ერთი ჩემს პურის ყანაში მაგორავ. ჩემს ტრამაზე მარბენი. ორი თვეღა დარჩა დედა. ჩამოვალე ჩაუბარებ ინსტიტუტში. წერ შენ შვილი პედრო შერბა. შერბინას დედა არ ყოლია. არც სახლი ქონდა, არც ბაღი. უკრაინას არასოდეს უნახავს. ინტერნეტში გაიზარდა. გორში. მაგრამ მე მშურს მისი. იმიტომ რომ მას ეს ყველაფერი უყვარდა, გესმით? ოდარვაში ეს წერილი დადერა და 29-ში დაიღუპა. ამასაც ხშირად ვიმეორებ Facebook-ში არის ესეთი გვერდი, რომელსაც ქვია რბილი კლავს, რომელშიც დარწმუნებული ვარ, არიან გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც ოდესღაც თვითონ რომელთაც ჰქონდათ პრობლემა მეტყველების, შემდეგ შერცხვათ, შეეშინდათ, დასინოდნენ, შეიცვალეს მეტყველება ეხლა და ეხლა თვითონ ზძულთ და არ უყვართ ისინი, რომლებმაც გაახსენეს მათი წარსული თუ მათი ბავშვობა, ხო? შეიძლება ასე ითქვას. ანუ ეს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც შეიძლება იყოს სტიმული, ამავე დროს შეიძლება იყოს დამანგრეველიც და შეიძლება იყოს ბოროტებაც. რასაკვირველია, ამიტომაც ვთქვათ, ძალიან ისეთი სიმპტომატური მაგალითია, ვთქვათ, იგივე ნაპოლეონზე როდესაც საუბრობდით, ხო, კორსიკელი კაცი, რომელსაც აქვს რაღაც გარკვეული კომპლექსი და ის ხდება თავგამოდებული ფრანგი, ხო? ეს ძალიან ისეთი ხშირი ანტისემიტიზმზე ხშირად ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ებრაელი არის ანტისემიტი. ანტისემიტი, რასაკვირველია და ნუ ეს ცნობილი ლეგენდები, ხო, ვთქვათ, ჰიტლერთან დაკავშირებულიც იგივე მამის შესახებ, თუ ვინ იყო ეს შვილკრუბერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხდება ახლა საქართველოს ისტორიასაც რო გადავხედოთ, ხომ თავგამოდებული მუსლიმანები ხდებოდნენ ხოლმე სპარსეთის კარზე ჩასული ქართველები, ესე ვთქვათ. ჩვენ ძირითადად ვიცით იმ მეფეების ამბები, რომელთაც უარი თქვეს, თქვათ, რაღაც ამისი ფასეულობების უარყოფაზე, მაგრამ ძალიან ბევრიც იყო ისეთი, რომელიც შესანიშნავად ადაპტირდა აი ამ სივრცეში, თქვათ, დამპყრობელი სივრცეში და იყვნენ საოცრად
appoggiami di mano a te. Basta che c'è sto sole, che c'è rimasto mare, una nenna ancora a cuore, una canzone per cantare. Chi ha avuto, chi ha dato, scordammi ci ho passata, si mirava paesa. Basta che c'è sto sole, che c'è rimasto mare, una nenna ancora a cuore, una canzone per cantare. Chi ha avuto, chi ha dato, scordammi ci ho passata, si mirava la paesa. ეხლა ძალიან საინტერესოა ისიც რომ აი ფერეიდნელი ქართველების დიდი ნაწილიც საოცარი ხალხი არიან, საოცრად აქტიური მუსლიმანები. და აი თითქოს ესეც არის სურვილი რომ კი მე ვინარჩუნებ ჩემს იდენტობას, ასე ვთქვათ, რომელიც მაკავშირებს მე ჩემს პირველად სამშობლოსთან, მაგრამ მე აქ აი აბსოლუტურად სრულფასოვანი და ძალიან რადიკალური ასეთივე რაღაცები ხდება, ვთქვათ, აი უცხოეთში წასული ოჯახებს, როდესაც გვინახავს, ხო? როდესაც ასე ვთქვათ როგორი ქცევიან ის? ძალიან დიდი მცდელობა არის ხშირ შემთხვევაში და შეიძლება ეს ბუნებრივიც არის რომ თქვათ ბავშვები რაც შეიძლება აქტიურად და რადიკალურად ინტეგრირდნენ ქართულ სინამდვილეს და ასე ვთქვათ ეს ბავშვები შევიდნენ ძალიან აქტიურად. აი საბერძნეთში ვიყავი ამას წინა და ამის ძალიან ისეთი აშკარა და ზოგჯერ ესეთი ტრაგიკომიკური მაგალითების მომსწრე გამختار ვარ ხოლმე როგორ ბავშვი ვთქვათ აბსოლუტურად შევარდნილია ასე ვთქვათ ბერძნულ სამყაროში და დედაც მამაც ასე ვთქვათ მისგან ქმნიან ძალიან აქტიურ ბერძენს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ და რიტორიკა არსებობს, რომ აი საქართველო და სამშობლო შეუძლია. ალბათ იმიტომ რომ თვითონ ვერ ახერხებენ ამას. ჩვენი პრობლემა ხო ეს არის ხოლმე. არა, ეს არის კომპლექსი, უცხოობის კომპლექსი, რაც სავსებით ბუნებრივია. ხა, შენ როდესაც საუბრობდი ქალაქის დამოკიდებულებაზე, ახლა ჩვენს უახლეს ისტორიაში არის ძალიან დიდი სამარცხვინო ლაქა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ ჩარჩენილი, ვთქვათ წარსულში, ეს არის დამოკიდებულება დევნილების მიმართ. აფხაზეთიდან ჩამოსული დევნილების მიმართ, რომელთა მიმართაც იყო საოცარი აგრესია და სახელმწიფო ობიექტებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი დღესაც გრძელდება. ყაზბეგის 25 ნომერში მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელსა და ყიფშიძის 34 ნომერში მდებარე სამხატვრო აკადემიის ყოფილი საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი შენობიდან დევნილების გამოსახლება დილიდან დაიწყო. ყაზბეგის გამზირზე მდებარე საცხოვრებელში 70-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს. ყიფშიძის ქუჩაზე კი 17 ოჯახი. მათ შეტყობინება ბინის დაცლის შესახებ გუშინ მიიღეს. დევნილები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეთავაზებულ ფართზე უარს აცხადებენ და თბილისში დროებით თავშესაფარს მოითხოვენ. ხელმოგვივიდა შეტყობინება, რომ გაგვასახლებდნენ დღეს. სადღაც 9 საათზე. და მოვიდნენ და გვასახლებენ. ეს არის ერთადერთი და სად არ ვიცით, გითხეს ფოცხოეწერში, მაგრამ მე პირადად ფოცხოეწერში ვერ წავალ, იმიტომ რომ ჩემი შვილი არის ასთმიანი და მე მას დასავლეთში ვერ ვაცხოვრებ. სხვადასხვა შენობიდან ბოლო პერიოდში გამოსახლებული დევნილები პროტესტის გამოსახატად პარლამენტის წინ დაახლოებით 1 საათის წინ შეიკრიბნენ. ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შეთავაზებულ ფართებს არ თანხმდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ პროვინციებში მათ საარსებო გარემო არ ექნებათ. თბილისში კი წლების მანძილზე სამუშაოს შოვნა, განათლების მიღება და ახალი ცხოვრების დაწყება შეძლეს. დევნილებთან ერთად აქციაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, დევნილი ოჯახების დედაქალაქში განსახლება შეუძლებელია, თუმცა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გარეშე არავინ დარჩება. ჩვენ მაინც არავის არ დავტოვებთ ქუჩაში და ფართის გარეშე. ყველას ვთავაზობთ საცხოვრებელ ფართს, ვისაც არ გააჩნია. ნაწილს აღმოაჩნდა ფართი და რა თქმა უნდა ეს რო დაუდასტურეთ, აღიარეს და წავიდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ფართებს, ნაწილი კომპენსირებულია, ნაწილს კომპენსაცია აქვს ასაღები. ერთი სიტყვით, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ იმასთან დაკავშირებით და აღებული გვაქვს ეს უბრალოდ ხანია ზაფხულიდან მოყოლებული, ეს დროებითი თავშესაფრებიდან გამოყვანილი ხალხი გადავიდეს მუდმივ საცხოვრებელში, საკუთრებაში მიეცეთ ეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დევნილებს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემათ.
ჩვენ კი ვსაუბრობთ ჩვენს ტოლერანტულობაზე და გარკვეულწილად მართლაც ვართ, მაგრამ რაღაცაში ვართ, ხო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვერაფრით რაღაც დიდმა ნაწილმა ვერაფრით ვერ მივიღეთ და ავიტანეთ ეს ხალხი, ხო? აი ჩამოვიდნენ და არიან და საშინელ რაღაცას ვამბობ. მაგრამ ჯობია არის რომ რადგან აფხაზეთი ახსენე, მე ასე თუ ისე კარგად ვიცი ეგ რეგიონი და ზოგჯერ სოხუმელი ბევრად უფრო ქალაქელია ვიდრე თბილისი. ასაკვირველია. სხვა შორის დღესაც ბათუმელი ბევრად უფრო ქალაქელია და უფრო ასე იქცევა ვიდრე თბილისი. არა, ეს საშინელი ვიწრო ნაციონალისტური ეს ქსენოფობია, რომელიც თბილისს ახასიათებს, ეს არის საშინელება, ხო, აი ეს უბნური ნაციონალიზმი, ეს ქუჩური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ასე ვთქვათ, დღესაც ამის ნიშნები ძალიან ხშირ განსაკუთრებით აი სოციალურ ქსელებში აი ეს სიმპტომატიკა და ეს რიტორიკა ჩანს და ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი შენ ამას, რომ არაფერი არ ეშველა ამას. აი როცა ვლაპარაკობთ ამ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ ეს სურვილი, რომ გადაკეთდნენ, დამკვიდრდნენ, კომკავშირლები გახდნენ, პოლიტიკაში მოვიდნენ, ჩვენ არ უნდა გვავიწყდეს კითხვა რატომ? არ უნდა გვავიწყდეს, რომ ეს სტიგმატიზაციის პროცესი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, ხელს უწყობს ამას. მათ ეშინიათ, რომ არ დარჩნენ აუთსაიდერებად. არიან აქტიური ადამიანები, რომელთაც უნდათ საზოგადოებაში ცხოვრება და როცა არავინ აღარ მიგიღო, ის მიდის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე ხდება თუ არ ვიცი კიდევ რა. ან ყოველ შეიძლება ითქვას, თუ სწორედ შეიძლება ამ მიზეზით თუ სხვა მიზეზით ამ ხალხს არაფერი სხვა არ აქვს ამ რიტორიკის გარდა. ამ შესაძლებლობების გარდა თუ ჩვენ სხვა არაფერი არ აქვს. სხვა არაფერი არ აქვს გარდა ამ აგრესიის, არ მისცა არც სკოლამ, არც საზოგადოებამ, არც მშობელმა, არც სოფელმა და მე მინახავს ჟურნალისტები, რადგან მედიით დავიწყეთ, რომელთაც უთქვამთ პოლიტიკოსზე, რომელსაც არ მიუცია მისთვის ინტერვიუ ან არ ვიცი უხეშად უპასუხია, ამას რას ვუზავ ნახოს, რადგანაც მედიის ძალაუფლება ძალიან ძლიერია და დახვეწილი და დასრულებული არავინ არ არის და ეს ჟურნალისტი შურს იძიებს იმაზე. და აი ამას ვხედავთ ჩვენ, აი ცხოვრობთ ასეთ გარემოში, როდესაც ერთი წრე მეორეზე შურს იძიებს, ყველაფერს განსაზღვრავს სწორედ ეს სოციალური არასრულფასოვნება. შორის შევარდნაძე არის ძალიან საინტერესო მაგალითი იყო ამის სწორედ რომ ადამიანი რომელიც ჩამოვიდა პროვინციიდან შეიქმნა კარიერა და შემდეგ არის მოთავე ორგანიზაციის რომელსაც თბილისელები ქვია და დღესასწაულის რომელსაც თბილისობა ქვია ამ დღესასწაულმა შორს საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი გვიან შემოდგომაზე გვესტუმრება ხოლმე თბილისობა რათა საქართველოს უძველეს დედაქალაქში მოუხმოს ურიცხვ სტუმარს. თბილისს სხვა ეშხი აქვს. მხოლოდ მისთვის ნიშანდობლივი თბილისური. თბილისობამ სტუმართმოყვარეობით ისედაც ცნობილ ქალაქს მოყვარე ახლობელი უმრავლდა. სადღესასწაულო კი მართლაც ბევრი აქვს ხოლმე ოქტომბრის მიწურულს ჩვენს დედაქალაქს, მთელს რესპუბლიკას. თბილისობის ეპიცენტრი დედაქალაქის განახლებული ძველი უბნები იყო. ზეიმის მონაწილეებს საუცხოო სურათი გადაეშალა თვალწინ. პირვანდელი სახით აღდგენილი აბანო თუბანი და ქარვასლა. ეს სწორედ იმის მანიშნებელია საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება მთელ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი და ლამის ბერლინის კედლის დამანგრეველი მაგრამ ეს კომპლექსი მაინც იჩენს თავს ალბათ ეს კომპლექსი რო არ იყოს ამ საზოგადოებამ უნდა უთხრას ამ ადამიანებს ალბათ რომ შენი არაჩვეულებრივობა ის არის რომ შენ განსხვავდები ჩემგან არა ნუ არ ვიცი მიიღოს ისეთი როგორიც არის როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა შენი ხო ალბათ რაღაცნაირად ფუნქციები ხო ცხადი აქ ანუ ადამიანი რა ფუნქციის ამ რაღაცს რჩება შესაბამისად მე ვცდილობს რომ აი ეს ყველაფერი ამოიღოს აი აქედან თქვა როდესაც ჩვენ საუბრობთ თქვა აი ამაზე თუნდაც აი ასეთ ბანალურ რიტორიკაზე როგორიც არის რომ აბა ქალაქელები ვართ ჩვენ და
აქ იმას რა უნდა და ეს ასეთი ქალაქია და ეს ასეთი უბანია, ადამიანს სხვა არაფერი აქვს ამ პათეტიკის გარდა და შესაბამისად არაფერი არ მიეცა არჩევანის სახით ამ ადამიანს, რაღაცნაირად გადაესინჯა თავისი მთავარი დისკურსი. მარტო ესაა და ამით არის. მაგრამ აი ეს იცი რა არის, შეიძლება სხვა საკითხია, მაგრამ რაღაცნაირად მე ამას უკავშირებ ასევე არასრულფასოვნების კომპლექსსაც და გარკვეული ხასიათის კომპლექსს და მე შენც მინდა გკითხო, აი ეს რა ფენომენია, აი როდესაც ჩვენ ყოფით კულტურაზე ვსაუბრობთ, აი ვებერთელა ჯიპში მჯდარი პატარა ადამიანი. აი თბილისი, მე მგონი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი ამ მხრივ, სადაც აი გემები და ტანკები დადიან ჯიპების სახით. არ ვირონიზირებ, ეხლა შენ ხო ხარ ამის მოწმე. და აი მოდის ვებერთელა შავი მანქანა, უშველებელი, აი დიდი ბორბლებით და პატარა გოგოსის, პატარა გაბრაზებული გოგოსის, ან პატარა გაბრაზებული კაცის საჭესთან. და მოდის და ქთელავს. არც ერთ აი ეხლა დიდ მეგაპოლისებში, სადაც კი ვარ ნამყოფი ასეთი ვეშაპები, აი ასეთი გემები არსად არ მინახავს. რამდენი წელი თბილისში, ტანკები, აი ტანკები, მართლა ტანკები დადის. სოჭოს რატისა აქვს ამაღლობელს ესე აქვს, მაგრამ რაღაცნაირად პოეტური ესეა, არ ვიცი, წაკითხული გაქვს თუ არა, ჯიპებსა და ჯიხურებს შორის სივრცეს რობერ პოულობს. აი ეს ჯიხურე, ბევრი ჯიხური, დაცვის ჯიხურები სახლებთან. ესე აი მე მახსოვს, რომ ომის მერე 2008 წლის ომის მერე პატარ-პატარა ჯიხურები გაჩნდა სხვადასხვა ჩინოვნიკებისა და მინისტრების სახლებთან. არ ვიცი, შეიძლება მინისტრები არ წყვდოდა, სხვები იყვნენ, მაგრამ იქვე სიგარეტი იყიდო. იქვე და ჯიხური თავისი დაცვის წევრი. ესე რა ფეოდალური ტრადიცია არის რა. ჩვენ ამ ფეოდალურ სისტემაში ვართ. კი, აი ესეც სხვა შორის ძალიან საინტერესოა თვითონ აი ახლა დაცვა მახსენე. დაცვის წევრების სიმრავლე. აი გამოდის ადამიანი და მოყვება ერთ ტანს მოყვება 30 დამცველი ტანი. და ის უღებს მანქანას, მე მინახავს ასეთ წევრებს. და ჩანთა უჭირავს აუზიდან რო გამო. კი, აი აუზის აი ეს საოცარია, ხო ადამიანი მოდის, აი ბაბუა ჩემის ხნის კაცი მოდის და მოყვება ორი ვაშკაცი კაცი, აქეთ ერთ პირსახოცია, ალბათ მიფხავში ჩაადებინებს ფეხს მე. და ეს არ ვირონიზირებ. აი მე მახსოვს იგივე ჯაჭვი რო გაკეთდა, ვერ გაკეთდა უпростоრად 2008 წლის ომის შემდეგ და ამ ჯაჭვში პარლამენტის თავმჯდომარე მახსოვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა 40 კაციანი, შეიძლება ვამეტებ ძალიან, მაგრამ ბევრი ბრგებიჭი გამოვიდა და ეს პარლამენტის თავმჯდომარე და გარშემო ეს 30 კაციანი და წოდა. ხალხი ვერ დაეტია ჯაჭვში, ჯაჭვი ვერ შედგა, ტელევიზორში უყურებდი ამას. ვერ დადგა, სივრცე დაიგავდა. მოიცა ეხა ჯერ ამას ხელები არ ყოფილი. აი ასე. აია ჯობია. აი ეს რა ამბავი, ეს რა ხდება საქართველოს, აი როგორ არ უნდა გადახსენდეს ამ შემთხვევაში საბჭოური ამბავი, როგორ შეიქმნა შენ მნიშვნელოვანების აურა. ხომ? რა არის ეს? აი ზოგჯერ მინახავს ისეთი ადამიანი, რომელსაც დავფიქრებულა, რომ მერტო რა თუნდა ამას დაცვა. რა შეჭირდება? ასეთი რა მნიშვნელოვანი ტანია ეს, რომ ამდენი ადამიანი იცავდეს მას. ვინ არის ეს? ლაშე, ტანკი ახსენე, გემი ახსენე, ვთქვი, მე კუბო მაგონდება. კუბოები მოგზარმოს არის შავი, რაღაცა ნეკროფილური. არა, ეს ფსიქოლოგიურია. ეს არის აი პირდაპირ, აი ფროიდი მიდგება ხოლმე თვალწინ, ეს მართლაც ეს არის ალბათ საშინელი უსუსურების განცდა.
ახლა შეიძლება ყველას ეს არ ეხება, მაგრამ უმეტესად ესაც, იმიტომ რომ დიდი სიუხვეა, ხო? ხო და არ ვიცი მე როგორ დასცინი ის უფრო პატარა გახდება და უფრო დაიცავს თავს და როგორი გემოვნების ამბავია მე ისევ ესე მგონია ძალიან არ უყვართ ეს სიტყვა საქართველოში. ხო, როგორ შეიძლება? მაგრამ ზომიერების, გემოვნების მნიშვნელოვანების ხაზგასმის, მე მნიშვნელოვანი ვარ, მე დაცული ვარ, ეს არის, ეს ალბათ ეს არის. როგორც ჩანს გემოვნების მაგრამ პრობლემა მე მაინც მგონია რომ ადამიანს როცა აიძულებენ რომ ასე მოიქცეს ხო მაინც ეთყობა რაღაცა ტრავმა აქვს მიღებული ამ ადამიანს ხო ცხადია ხო რაღაცა ტრავმა ბავშვობაში მომავალში და ამიტომ არის რომ ყოველთვის ფრთხილი უნდა იყო კიდევ იმეორებ ამიტომაც დავიწყე ეს გადაცემა და ასე უნდა დავასრულო ზუსტად რომ ყველაფერი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ მე მაგალითად ამხელა ჯიპი არა მაგრამ ერთხელ ვატარე და ძალიან მომეწონა იმიტომ რომ არა გზებია ზემოდან რო უყურებ არ ჩავარდები არა და არა იმიტომ რომ ამით ჩემი მნიშვნელოვნების განცდა არა ცხადია ეხლა ბევრს უბრალოდ პრაქტიკული მიზეზებითაც რა თქმა უნდა მაგრამ ფაქტია რაც შენ თქვი ეს სურათი არცად არ არის ხო ეს საოცარი სურათია პირიქით როდესაც აი ესეთი გადატვირთულია დიდი ქალაქი ხალხი ცდილობს რომ პატარა მანქანები ხო მაგრამ აი ეს არასრულფასოვნების განცდა რომელიც ამ გადაცემაში იყო ამაზე საუბარი რომელიც ჩანს იმ სანდრო თარხანმოურავთან ვისაუბრე ზუსტად ამაზე რომ ჩვენ ძალიან ბევრს მოველოდითო რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა და აღიარებდნენ ჩვენს კინოს, ჩვენ თეატრს, ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ბორჯომს, ჩვენს ღვინოს, რომელიც ყველა საუკეთესო გვეგონა და აღმოჩნდა რომ ეს სულაც არ არის თუმცა საუკეთესო. ეს დიდი ტრავმაა. ხო, რა თქმა უნდა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ ახლა, ამიტომ ზოგჯერ ჩვენი არაადეკვატური ქმედება ალბათ ამასთან არის დაკავშირებული. კი, შესაძლოა ასეც იყოს. კეთილი, ჩვენი გადაცემის დრო უკვე დიდი ხანი ამოიწურა, ძალიან დიდი მადლობა ლაშა ბუგაძეს, რომელიც იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს, ჩვენ საუბრობდით სოციალურ არასრულფასოვნებაზე, მე და ლაშას ამაზე გვისაუბრე ადრეც, არა ამ გადაცემაში და მაშინ გადავწყვეტეთ სწორედ რომ ერთი წითელი ზონა მიუძღვნათ ამ თემას, რომელიც დასრულდება ჩემი აზრით შესანიშნავი ფილმით, პოლკოვნიკი რედლით, იშტვან საბოს ფილმით, სოციალურ არასრულფასოვნებაზე, გემშვიდობებთ ერთი კვირით.